მოგესალმებით, სკოლა იკიგაის პოდკასტის დღევანდელ ეპიზოდში ვისაუბრებთ ბავშვთა სტომატოლოგიაზე. მიუხედავად ზღვა ინფორმაციისა, რომელიც შეგვიძლია მოვიძიოთ, ეს თემა მაინც ამოუწურავია და დღეს შევეცდებით ყველა იმ კითხვას გავსცეთ პასუხი, რომელიც ამ თემის გარშემო შეიძლება დაისვას და ძალიან ბევრ მშობელს აინტერესებს. დღევანდელი ჩვენი სტუმარი არის მოზარდთა და ბავშვთა ექიმ სტომატოლოგი ეკატერინე მდივანი. ეკა, ძალიან დიდი მადლობა დღეს ჩვენთან სტუმრობისთვის. საუბარი ალბათ მაინც უფრო სარძევე კბილების მნიშვნელობით უნდა დავიწყოთ, რა ასაკში ითვლება, რა ასაკში უნდა ამოვიდეს ბავშვს პირველი კბილები და როდის ითვლება ის დაგვიანებულად. მოგესალმებით და მადლობა მოწვევისთვის. ძალიან საინტერესო შეკითხვაა. საშუალოდ 4-დან 10 თვის ასაკზე ბავშვს პირველი კბილი უკვე ამოსდის. თუმცა ესეც ინდივიდუალურია. თუ პირობითად თქვენი შვილი არის 12 თვის და ჯერ კიდევ არ ამოსულია კბილი, არც ეს არის ნერვიულობის მიზეზი. როდესაც ითვლება, რომ პაციენტი არის პრაქტიკულად ჯანმრთელი, თუ კარგად დავაკვირდებით და ვინახავთ, რომ ღრძილები აქვს შეშუპებული, გამკვივებული, შეიძლება აღენიშნებოდეს ქავილის და რიგ შემთხვევაში ტკივილის შეგრძნებას. ყველა ეს სიმპტომი მიუთითებს იმაზე, რომ კბილები მოგზაურობენ, გზაში არიან და მალე გამოჩნდებიან. რასთან შეიძლება დაკავშირებული იყოს, თქვათ, კბილის დაგვიანებული ამოსვლა? თქვათ, მე ჩემ ვერსიას, დილეტანტურ ვერსიას გამოვთქვამ, შეიძლება თუ არა ეს თქვათ ნერვულ სისტემასთან იყოს დაკავშირებული. ეს არ არის ყველაზე ხშირი მიზეზი, თუმცა შეიძლება კბილების მნიშვნელოვანი დაგვიანება ასოცირებული იყოს ცენტრალური და პერიფერიული სისტემის დარღვევასთან. როდესაც ბავშვს აღენიშნება ეპილეფსია, ცერებრალური დამბლა, დაუნის სინდრომი, ნეირომეტაბოლური დარღვევები, ასეთ დროს გვაქვს ადგილი კბილის ამოსვლის მნიშვნელოვან დაგვიანებასთან და ასევე მნიშვნელოვანი სტრუქტურული ცვლილებები უშუალოდ კბილის ქსოვილში. ისიც რა გზით ახდენს გავლენას ცენტრალური ნერვული სისტემა კბილის ამოსვლის დაგვიანებაზე ზრდის ჰორმონების გავლენით. მაგალითად, ნეიროენდოკრინული სისტემის დარღვევები ახდენს გავლენას როგორც ცვლის ფორმირებაზე, ასევე უშუალოდ კბილის ქსოვილის სტრუქტურაზე. ცენტრალური ნერვული სისტემის დაავადებები მოქმედებს როგორც თავის ქალას ფორმირებაზე და ეს მნიშვნელოვნად არის დაკავშირებული უშუალოდ კბილის ამოსვლაზე. ღეჭვისა და მეტყველების ფუნქციის დარღვევა პირდაპირ კავშირში არის ჯანმრთელი პირისყრუს განვითარებასთან. ერთი სიტყვით, როდესაც იცით, როდის შეიძლება ვიეჭვოთ, როდესაც მსგავს აი რა უნდა იყოს, თქვათ, აი ესეთი მანიშნებელი ამ შემთხვევაში, ან კბილი უნდა ამოვიდეს, კი არა, კბილის დაგვიანება უნდა უწყვეტდეს. სანამ კბილის დაგვიანებული ამოსვლა იქნება და სანამ ეს სიმპტომი გაჩნდება, მანამდე ბავშვს უნდა დავაკვირდეთ, როგორ მიდის მისი განვითარება, ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ასევე სახის ცვლილების და თავის ცვლილების დისპროპორციას აქვს ადგილი, კოორდინაციის დარღვევები და ასე შემდეგ. ესეთ დროს კომპლექსურად ვერთვებით მკურნალობაში, როგორც ექიმი სტომატოლოგები, ნევროლოგები, ენდოკრინოლოგები და პედიატრები. გასაგებია. რა არის სარძევე კბილის დაზიანების ყველაზე ესეთი გავრცელებული მიზეზი, იმიტომ რომ ამას მე შევეხებით, კიდევ უფრო დავკონკრეტდებით, მაგრამ აი ყველაზე ისეთი მნიშვნელოვანი მიზეზი, რაც შეიძლება ამ შემთხვევაში უთხრათ მშობლებს. პირველ რიგში ეს ყოველთვის არის არასწორი კვების რაციონი, დიდი რაოდენობით ნახშირ წყლები, ღამის კვება, ბებოებს რომ ძალიან უყვართ კამპოტები შვილიშვილებისთვის, ტკბილი წვენები და მაინც ყოველთვის პირველ ადგილზე მაინც ყოველთვის დგას დაგვიანებული და არასწორი ჰიგიენა. თუ ჩვენ ბავშვის პირისყრის ჰიგიენას ვიცავთ სწორად, რეგულარულად დღეში ორჯერ დილით და საღამოს და არ გვაქვს ბავშვთან დაგვიანებული ჰიგიენა, ბავშვს, როდესაც ამოვა პირველივე კბილი, იმ წუთასვე უნდა შევიძინოთ ჯაგრისი ბავშვისთვის და დავიწყოთ მისი პირისყრუს ჯანმრთელობაზე ზრუნვა, როგორც მოზრდილებში, ასევე ბავშვებში დღეში ორჯერ რეგულარულად დილით და საღამოს. თუ ჰიგიენას მივყვებით ნაბიჯ სწორად, ძალიან ბევრ გართულებას ავირიდებთ თავიდან სამომავლოდ. კი ბატონო. ძალიან ხშირად მომისმენია, მეც მშობელი ვარ და შეიძლება ალბათ ეგეთი შეცდომა მეც დამიშვია, მაგრამ ჩემ შემთხვევაში გამიმართლა, მაგრამ ხშირად გამიგია, აი თქვათ, სარძევე კბილია, მაინც უნდა მოიცვალოს და რატომ უნდა მომკურნალო თუ არს ტკივა, თქვათ. აი ამაზე რა კომენტარს გააკეთებდი? დიახ, ეს ძალიან ხშირად გამიგია და ძალიან ისეთი გავრცელებული აზრია. სარძევე კბილი არის, როგორ გითხრათ,
საძირკველი არის, რაზეც დგას ჩვენი მთელი ცხოვრების კბილღრძილოვანი სისტემა. თუ ის დაირღვა, ირღვევა ყველაფერი. ის რომ სარძევე კბილი უნდა მოიცვალოს ბავშვმა, ეს არნიშნავს იმას, რომ მას ფუნქცია არ აქვს. სარძევე კბილს უდიდესი როლი უჭირავს ღეჭვის განვითარებაში, უდიდესი როლი უჭირავს მეტყველების განვითარებაში, უდიდესი როლი უჭირავს ბავშვის ფსიქოემოციურ განვითარებაში. ამიტომ აუცილებლად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ბავშვის სარძევე კბილი დავიცვათ ჯანმრთელი და შევინარჩუნოთ იმ ასაკამდე, რა ასაკამდეც საჭირო არის. თუ სარძევე კბილი დაზიანდა, შედეგად ვიღებთ რას? ტკივილი. უძილო ღამეები, შეიძლება საჭირო გახდეს ანტიბიოტიკოთერაპია, ნაადრევი ექსტრაქცია კბილის ამოღება და ბავშვს უკვე განაჩენი გამოვუტანეთ, რომ სამომავლოდ უნდა იყოს აუცილებელი ორთოდონტული პაციენტი. ხშირად გამიგონია მშობლებისგან, რაც მარტივად ვუყურებთ, რომ გაიზრდება და გაისწორებს კბილებს, მერე რა მოხდა. ორთოდონტული ჩარევა სინამდვილეში ძალიან მნიშვნელოვანი და სერიოზული ჩარევა არის პირის ღრუში. დიდი ტრამვა არის ყბის ძვლებისთვის. ამიტომ თუ ჩვენ შეგვიძლია რომ დავიცვათ ბავშვის პირის ღრუს ჯანმრთელობა და სარძევე კბილები, აუცილებლად უნდა გავაკეთოთ ეს და შევინარჩუნოთ ჯანმრთელი გარკვეულ ასაკამდე. ეკა პირის ღრუს ჰიგიენაზე ჰიგიენას შეეხედა. მოდი მაინც დავკონკრეტდეთ. რომელი კბილის პასტა ან რა შემცველობა უნდა იყოს, ან როგორი კბილის ჯაგრისი უნდა გამოიყენოს მშობელმა იმისთვის, რომ თქვა პირის ღრუ ასე ვთქვათ, დავიცვათ და საპრევენციოდ მე მკურნალობა აღარ დაჭირდეს მე ბავშვს. იცით როგორ არის, რო გითხრათ, რომ ეხლა დიდად რაღაცა წარმოებელს ან ბრენდს დიდად არსებითი მნიშვნელობა აქვს მოვიტყუები, ფაქტობრივად ბაზარზე რა პირის ღრუს მოვლის საშუალებებიც არის. შემადგენლობით ასე თუ ისე ყველა ერთმანეთს გავს და არაფერი არ არის განსაკუთრებული. ერთი რაც მნიშვნელოვანია და უნდა გავითვალისწინოთ არის ის, რომ კბილის ჯაგრისი როგორც ბავშვთა ასაკში, ასევე მოზრდილებშიც უნდა იყოს რბილი. ბავშვთა ასაკში კიდევ უფრო განსაკუთრებულად რბილი არის კბილის ჯაგრისები, იმიტომ რომ მათი ღრძილები კიდევ უფრო მეტად სენსიტიური არის და კბილის პასტას რაც შეეხება 2 წლამდე ასაკში კბილის პასტას საერთოდ არ გვჭირდება, თუმცა თუ მშობელს უნდა რომ მაინც და მაინც კბილის პასტა შეიძინოს ბავშვისთვის, დღევანდელ დღეს ძალიან მარტივი ამის შერჩევა, იმიტომ რომ პირდაპირ მითითებული არის შეფუთვაზე, რომ 0 ასაკიდან გამოიყენება ესა თუ ის კბილის პასტა და კბილის პასტები აუცილებლად ყურადღება მიაქციეთ, რომ იყოს ფტორის შემცველი, იმიტომ რომ კარიესის პრევენციისთვის ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. უნდა შევაჩვიოთ თუ არა ბავშვს ეგრეთ წოდებული ფლოსის, ანუ კბილის საფის მოხმარება. დიახ, შეგვიძლია 2-3 წლის ასაკიდან უკვე ბავშვი მივაჩვიოთ კბილის საფის გამოყენებას, მანამდე რა თქმა უნდა ამას ჩვენ მშობლები ჩვენი ხელით ვაკეთებთ. ასევე მინდა გითხრათ ის, რომ ენის წმენდაც აუცილებელია ბავშვთა ასაკში. წლამდე ასაკში შეგვიძლია რომ ბავშვს ენა გავუწმინდოთ, იმიტომ რომ როდესაც ძეს ძუძუზე ყავს დედას ბავშვი, ძეს მაინც ახასიათებს თეთრი ნადები ენაზე და სველი მარილით ძალიან ნაზად ან სპეციალური სილიკონის თითზე დასამაგრებელი სამაგრები არის, ნაზად შეგვიძლია ენა გავუწმინდოთ ბავშვს. წელზე ზემოთ უკვე როდესაც ბავშვს თან უკვე ჯაგრისი ხელში უჭირავს, ჯაგრის რბილი თავი აქვს და ჯაგრისითაც ნელა-ნელა თამაშით შეიძლება მივაჩვიოთ იმას, რომ გაიწმინდოს ენა. სადღაც 6 წლის ასაკიდან უკვე შეგვიძლია ბავშვს უყიდოთ ენის საწმენდი და ამას უკვე დამოუკიდებლად გააგრძელებს. და რა თქმა უნდა, ალბათ თამაშით, იმიტომ რომ არის ხოლმე თქვა რა უნდა გააკეთოს მშობელმა, როდესაც ბავშვი უარს ამბობს კბილის გახეხვაზე. დიახ, ეს ძალიან ისეთი პრობლემა არის, ყველა მშობელი დგას ამის წინაშე. ხო, ბავშვმა ყოველთვის გვიწევს ყველაფერი შევაჩვიოთ თამაშით. ხო, ბავშვი არ იბადება ჰიგიენის წესების დაცვით. ხო, ამას ნელა-ნელა მას ვასწავლით მშობლები. ყველა ბავშვი არის ინდივიდუალური და რაღაცა ყველა უნიკალურია. ყველა ბავშვს აქვს რაღაცა გასაღები, რაც მშობელმა იცის. მაგალითად, უყვარს სუპერგმირი, ხო? ამოვხსნათ, რომ კბილები უნდა იყოს ძლიერი, როგორც სუპერგმირები და იქნებ ამით დავაინტერესოთ. დავანახოთ, რომ დედა და მამა ერთად იწმინდავენ კბილებს და ეჯიბრებენ ერთმანეთს, ვინ უფრო კარგად აიქაფებს კბილის პასტას და ეს ხუმრობით შეგვიძლია რაღაცა ძალიან ბევრი საშუალებას მიმართოთ, რომ ბავშვს გაუჩნდეს ინტერესი ამ ყველაფრის. ისევ თამაშამდე მივედით, პრინციპში ბავშვი ახლა ხო და რაღაცა შეჯიბრობითობა ამ შემთხვევაში ალბათ ყველაზე უნივერსალური. ალბათ, ხომ ერთი რაც არის ვეწინააღმდეგები, არ შეიძლება ბავშვს არ უთხრათ, რომ ცუდი კბილები გექნება, არავის მოეწონებით, რაღაცა მსგავსი ტექსტებით, ნუ შევაშინებთ, ნუ დავძაბავთ და ნუ ვანერვიულებთ. თამაშით. კიდევ ერთი ძალიან მტკივნეული და ალბათ ნიშანდობლივი თემა, საკითხი, კონკრეტული კითხვა, ძალიან ბევრჯერ დამინახავს, შემიმჩნევია, არ ვიცი ხა ვთქვათ, საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილებში, ხშირად ბავშვს მშობელი თავის აი ვთქვათ ნაპირალ, კოვს ან ჭიქას აძლევს მოსახმარად.
ამ შემთხვევაში გარდა ვთქვათ ზოგადად არაესთეტურობისა და ვთქვათ არ მგონია რომ არასწორი არის. რა საშიშროება შეიძლება მოყვეს ამას? იცით რა არის? კი შეიძლება ვთქვათ ერთი ბიოლოგიური სისტემა აქვს ვთქვათ დედას და შვილს, მაგრამ ასეც ვერ ვიტყოდი. ხო. იცით რა არის? მშობლის სიყვარული შვილის მიმართ უდაოა, ხო? ყველას გვინდა რომ რაღაცა განსაკუთრებულად მოვექცეთ და გაუფრთხილდეთ ჩვენ შვილებს, თუმცა რაღაცა გაუცნობიერებლად მაინც უშვებთ რაღაც შეცდომას. უდაოა რომ მშობელმა თავისი გალოკილი კოვზი, მოდი პირდაპირ უხეშად ვთქვათ, ბავშვს არ უნდა მისცეს. აი მაგალითად რომ ვთქვათ, თუ მშობელს აღენიშნება პარადონტოპათოგენური ან კარიესოგენური ბაქტერიები პირის ღრუში, ის უკვე გადასცა. ამ უწყინარი საქციელით, ამ კოვზით უკვე გადასცა. მიხვდით, ამასო თავი დავანებოთ, მაგალითად, თუ მშობელს აწუხებს ქრონიკული გასტრიტი. თუ ბავშვს თავისი კოვზით აჭამა, ან თუ ბავშვს აკოცა ტუჩებში და ესეც ხშირად ხდება, მშობლები თავიანთ პატარა შვილებს ტუჩებში კოცნიან და ძალიან საინტერესო ისტორიას მოგიყვებით ამაზე. მას უკვე გადასცა ეს ბაქტერიები და სამომავლოდ განაჩენი გამოუტანა, რომ მას მოუწევს რომ შეეჯახოს ამ დაავადებებს. რომ არაფერი აღარ ვთქვა სხვა ვირუსულ და მძიმე ინფექციურ დაავადებებზე. დაუწერელი კანონია. ბავშვს არ უნდა ვაჭამოთ ჩვენი ნაპირალი კოვზით, არც ჭიქა არ უნდა გავუსიაროთ და მსგავსი არაფერი. რაც შეეხება ხშირად მინახავს სოციალურ ქსელშიც და ქუჩაშიც, რომ რატომღაც მშობლები ფიქრობენ, რომ შეიძლება ბავშვებს ტუჩებში აკოცონ. მესმის, რომ ძალიან გვიყვარს ჩვენი შვილები და ვაკოცოთ კი არა, გვინდა რომ შევჭამოთ, ხო? ძალიან გვიყვარს, მაგრამ უნდა გავიაზროთ, რომ ძალიან დიდი საფრთხის წინაშე ვაყენებთ, როგორც ფიზიკური ჯანმრთელობის, ასევე მენტალური ჯანმრთელობის და ბოლო პერიოდში სოციალურ მედიაში ძალიან აქტიურად ლაპარაკობენ ფსიქოლოგები ამ საკითხზე და ძალიან მიხარია. 3 წლის ბავშვს უნდა კონდეს უკვე იმის აღქმა, რომ მას სხეულის კერძო ნაწილები გააჩნია და არ აქვს არავის უფლება, რომ ამ ყველაფერს შეეხოს, იმიტომ რომ მისი სამომავლო მენტალური ჯანმრთელობისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია და ამიტომ თავი შევიკავოთ. ერთხელ ესეთი შემთხვევა იყო სოციალურ მედიაში რაღაც ვიდეო შეხვდა, სადაც დედა თავისი 1 წლის იყო ის ბავშვი, რომელსაც აი ტუჩებში აკოცაც აღარ იყო. რაღაცა აი ძალიან უცნაური ვიდეო იყო, რაზეც ძალიან ცუდი რეაქცია მქონდა. ვესაუბრე ამ დედას და ავუხსენი, რომ ბავშვის ფიზიკური და მენტალური ჯანმრთელობისთვის რომ ეს დაუშვებელია და მან ესეთი პასუხი გამცა, რომ ჩემი შვილია, ჩემი საკუთრებაა და მე რასაც მინდა იმას ვისავ. ესე არ არის, ჩვენი შვილები არ არიან ჩვენი საკუთრება, ისინი დამოუკიდებელი ინდივიდები არიან და ის რისი უფლებაც არ გვაქვს საკუთარ თავს არ უნდა მივცეთ ამის უფლება. ეს არის და ეს. დიდი მადლობა ასეთი შეფასებისთვის. ეკა, ჩვენ შევეხეთ საუბრის დასაწყისში კვებას. და ხშირად არის ხოლმე რომ ბავშვები ძალიან არც არის გასაკვირი რომ თქვა ბავშვი პირველად რო გასინჯავს ტკბილეულს, მე ვთქვა მოუნდეს კიდევაც ახლა მთლიანად შეიძლება ვერ აკრძალო. მაგრამ აი აქ ორ კითხვას გავაერთიანებ. ერთი არის თუ არა გამომწვევი ტკბილეული. ზოგადად რა საჭმელი უნდა ვაჭამოთ კი არა და რა არის ასე ვთქვათ მშობლისთვის გასათვალისწინებელი, ანუ რა პროდუქტზე უნდა მეტნაკლებად მაინც უფრო ყურადღებით ვიყოთ და როგორ ანუ კვების შემდეგ ყოველი კვების შემდეგ არის თუ არა აუცილებელი კბილის გამოხეხვა. არავითარ შემთხვევაში კბილებს ვიწმინდათ მხოლოდ დღეში ორჯერ, დილით და საღამოს. დღის განმავლობაში ნერწყვი ჭარბად გამოიყოფა პირის ღრუში და ნერწყვს აქვს იმის ფუნქცია, რომ ეს ნადები დღის განმავლობაში დაგროვებული კარგად ჩამორეცხოს. რაც შეეხება კვებას, დიახ, ტკბილი არის პირველი გამომწვევი მიზეზი კარიესის. ძალიან ძნელია, რომ ტკბილეული ავუგრძალოთ ბავშვს. შეიძლება დედა წინააღმდეგი იყოს, მაგრამ მამა ყოველთვის კარგი პოლიციელია ოჯახში. ჩუმად შეიძლება მამამ მაინც აჭამოს ბებიამ და ასე შემდეგ. ამას ვერ აგრძალოთ დღევანდელ დღეს ძალიან ძნელია, თუმცა რაც შეიძლება მინიმალურ ზღვარამდე უნდა გქონდეს ეს ყველაფერი დატანილი. უნდა ვუკონტროლოთ აუცილებლად კვება, რაც შეიძლება ნაკლები ტკბილეული, ნაკლები გაზიანი სასმელები, ნაკლები ხილის წვენები, თუ გვინდა რომ ბავშვმა მიიღოს ის ვიტამინი, რაც შედის ხილში, მივცეთ ხილი, ბავშვმა კბიჩოს, ღეჭოს, განავითაროს კბეჩის და ღეჭვის ფუნქცია და ნუ ჩავანაცვლებთ ამას ხილის წვენებით. ეს არის და ეს. აი მივადექით, თქვათ, ახლა პრევენცია ერთი არის, როგორ უნდა ვყვებოთ, დავიცვათ ჰიგიენა, მაგრამ ნუ გაჩნდა
კარიესი და უნდა მივიდეთ კბილის ექიმთან. როგორ უნდა მოამზადოს ბავშვმა, მშობელმა ბავშვი იმისთვის, რომ თქვა აი სტომატოლოგთან მივიდეს. ანუ აი ამისთვის სამზადისი რა შეიძლება იყოს, იმიტომ რომ ხშირად მშობლები ამბობენ ხოლმე, რომ თქვა ამას მე შევეხებით, არ მინდა რომ წინ გადავახტე, მაგრამ აი მოკლედ როგორ უნდა მოამზადოს მშობელმა ბავშვის სტომატოლოგთან ვიზიტისთვის. იცით რა არის? ძალიან ისე ფრთხილად და სათუთად უნდა შეურჩიოს ექიმი პირველ რიგში. სულ ვიცახი და ვიმეორებ, არ დავიღლები ამის გამეორებით, რომ თანამედროვე სტომატოლოგია უმტკივნეულოა. ეს არ არის ჩემი როგორც ექიმის სტომატოლოგის მოგონილი, ეს ფაქტია და ესია დღევანდელ დღეს. ყველანაირი საშუალება არის იმისთვის, რომ სტომატოლოგთან ვიზიტის დროს და სტომატოლოგიური მანიპულაციის ჩატარების დროს არც ბავშვმა და არც მოზრდილმა არ მიიღოს ტკივილი. ერთი უბრალოდ რაც არის პირდაპირ, როდესაც ბავშვი მიყვავს ვიზიტზე სტომატოლოგთან და პირველივე ვიზიტზე უწევს ბავშვს ამა თუ იმ მანიპულაციის ჩატარება, მაინც სტრესი არის ბავშვისთვის. ამიტომ ნელა-ნელა მივაჩვიოთ. მაგალითად, დედა თუ მიდის სტომატოლოგთან კბილების გაწმენდაზე, წაიყოლოს თავისი შვილი, ანახოსო თვითონ დედაც წევს ამ სავარძელში, მამაც და აი ეს ყველაფერი ნელა-ნელა შეაჩვიოს, რომ სტრესი არ იყოს. მე ხშირად გამიგონია, რომ რატომღაც პატარა ბავშვებს აშინებენ ხოლმე, რომ აი ცუა თუ მოიქცევი ექიმთან წაგიყვან კბილის ექიმთან ან ექიმთან. გაგიკეთებ და უკვე ეს ყველაფერი ბავშვის მეხსიერებაში ასოცირდება რაღაცა ცუდთან და უკვე არ უნდა ექიმს რო ხედავს თეთრი ხალათით, უკვე ეშინი. აი ნელა-ნელა თამაშით სახში ვუყიდოთ. ეხლა მე მაგალითად ჩემი შვილისთვის ვიყიდე სტომატოლოგიური რაღაცა სათამაშოები. მივხვდით და ხანდახან მომყავს ხოლმე სამსახურში, პირს აღებს ხოლმე და ვათამაშებ, რომ მისთვის იყოს ეს ნაცნობი გარემო, იმიტომ რომ ესე ცოდოები არიან პირდაპირ მივიყვანოთ ექიმთან კბილი როცა ტკივა და რაღაცა დავტოვოთ და გააღოს პირი ბავშვებს უჭირთ ძალიან და ეშინიათ და სტრესია ეს ყველაფერი. პირველი მთავარი რაც არის ექიმი შეურჩიოს ძალიან ისეთი სიფრთხილე. როგორ უნდა შევარჩიოთ ექიმი? ისო სოციალურ მედიას შევეხები. იმ დღეს ამომიგდო რაღაც ვიდეო ერთ ბიჭს ედო რიგში იყო და შესულიყო თავის ექიმ სტომატოლოგთან და ბავშვი იყო კაბინეტში შესული და ძალიან როგორ გითხრათ, კივილ-წივილი გამოდიოდა ექიმის სამუშაო კაბინეტიდან. ბავშვს ეჩხუბებოდა, უყვიროდა, დედაც იქვე იყო, დედა ცალკე ნერვიულობდა გარეთ, იქ შიგნით ბავშვი. იცით რა არის? შეიძლება ძალიან არაკოლეგიალურად ისმის ახლა ჩემი მხრიდან, მაგრამ ესე არ შეიძლება. ესე ვერ მოვექცევით ბავშვს. ოდესაც პირველად მიდის ბავშვი, მისთვის აბსოლუტურად უცხო გარემოა. უკვე აქვს პრობლემა, რომ ტკივა და მიდის. იქაც თუ მე დავხვდი ექიმი, რომელიც ვეჩხუბები, ვუყვირი და რაღაცა აქსესუარები არის, სკინის თითები გავიკეთე, რომ არ მიყბინოს თითზე და აი ამ მეთოდებით თქვა და ჩემი ასისტენტი თუ ბავშვს აკავებს და მე აქედან ვეჭიდაობი, რომ კბილს უმკურნალო, აი ეს უკვე არასწორია. თანამედროვე სტომატოლოგიაში ესე არ ხდება, ამ მეთოდით არ ხდება ბავშვის მკურნალობა. ბავშვს თუ ესე ძალიან ეშინია და ექიმის დანახვაზეც უკვე ისტერიკა ემართება, ნუ გავაწვალებთ იმ ბავშვს და უფრო მეტ პრობლემას და მის მეტალურ ჯანმრთელობას უფრო დიდ საფრთხეს ნუ შევუქმნით. შეგვიძლია ნარკოზი თუ მკურნალოთ ესეთ ბავშვებს, ბავშვმა გაიკეთოს ნარკოზი, დაიძინოს, გაიღვიძოს და ის 4 კბილი, რომელიც პირობითად ტკივა და აწუხებს, ვერც მიხვდეს, ისე მოხდეს ნარკოზის ქვეშ ამ ყველაფრის მკურნალობა. აი ძალიან ბევრი საშუალება არის იმისთვის, რომ აი ეს კივილ-წივილები და ჭიდაობა ბავშვთა სტომატოლოგიაში არ ხდებოდეს. ეს არის და ეს ამას გულისხმობ ფრთხილად შეარჩიეთ ექიმით, ხო? ეს არის და ეს. ვფიქრობ, რომ აი ხა უბრალოდ აი შენი საუბრიდან გამომდინარე ჩავთვალე, რომ თუნდაც ვთქვათ პატარა ასაკში, ძალიან პატარა ასაკში მიიყვანო კბილის ექიმთან, დაათვალიერებინო, ნახოს, ანუ შინაურად იგრძნოს იქ თავი, მიხვდეს, რომ იქ არაფერი კატასტროფული არ ხდება და ვთქვათ რაღაცა ადაპტირდეს იქ და ვთქვათ მე შემდეგი ვიზიტი უკვე თვითონ როცა დაჭირდება, მისთვის უმტკივნეულო იყოს, მაგრამ საჭიროებიდან გამომდინარე. აი პირველი ვიზიტი ბავშვის, რა ასაკში უნდა მოხდეს? თუნდაც პრევენციისთვის დასათვალიერებლად. როდის უნდა წაიყვანოს მშობელმა? 6 თვიდან 12 თვემდე ეს ის ასაკია, როდესაც ბავშვმა პირველად უნდა გაიცნოს თავისი ექიმის სტომატოლოგი, რომელიც მას მთელი ცხოვრება გაყვება და იზრუნოს მისი პირისხვის ჯანმრთელობაზე. ესეთი ბავშვი აუცილებლად იქნება მიჩვეული პირისხვის ჰიგიენას. ესეთ ბავშვს აუცილებლად ეყვარება პირისხვის ჰიგიენის დაცვა. ექნება აუცილებლად ჯანმრთელი პირისხვა და არ ექნება სტომატოლოგის შიში. ოდონტოფობია
ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული შიში არის მედიცინაში. და ეს ყველაფერი გამოწვეული არის, იმიტომ რომ აი ჩემთანაც დასული ადამიანის კაბინეტში რომ შემოდის და მას რო ეშინია და რომ მეუბნება რომ აი არ მიყვარხარ სტომატოლოგები და მე თქვენი მეშინია, ამას პიროვნულ შეურაცხყოფად საერთოდ არ ვიღებ. პირიქით მესმის და ვუგებ ამ პაციენტს, იმიტომ რომ გამოცდილება ბავშვების ისეთი აქვს და ისეთი ტრავმა აქვს, რომ ზრდასრულია და იმასაც ეშინია და ნუღა გვიკვირს თუ პატარა ბავშვებს ეშინიათ ამ ყველაფერს რა. ეს არის და ეს. ალბათ რაღაცა გარკვეული შრომა მშობელმა უნდა გაიღოს პირველ რიგში, სანამ კი ბატონო, რა თქმა უნდა, სტომატოლოგამდე ისევ მოიყვანოს. თამაში, ისევ სიმშვიდით, ისევ ახსნით, აი ნელა-ნელა ჯერ ექიმი გავაცნოთ, მე ჩვენ დავჭდეთ ამ ექიმთან სავარძელში, ვაჩვენოთ, რომ ამაში არაფერი საშიში არაფერი არ არის და ესე ნელა-ნელა მაგრამ თუ ბავშვს მაინც არ უნდა და მაინც ეშინია და ვერაფრით ვერ მივუტეკით, ხომ? ესე დროს ნარკოზით მკურნალობა ჩატარდეს უმჯობესი იქნება, ბავშვიც იქნება მშვიდად, წყნარად, მშობელიც და ექიმიც მშვიდ გარემოში იმუშავებს. როგორ უნდა მივხვდეთ, რომ ბავშვს აქვს გრძილების ანთება? ჯანმრთელი გრძილი არის ყოველთვის ვარდისფერი, როგორც ბავშვთა ასაკში, ასევე მოზრდილთა ასაკში. თუ გრძილმა ფერი შეიცვალა, არის ცოტა მოწითალო, თუ ოდნავ შეშუპდა, ეს ნიშნავს იმას, რომ გვაქვს უკვე გრძილების საწყისი ანთება უკვე დაწყებულია. თუმცა მე ყოველთვის ვიცახი, რომ ხშირ შემთხვევაში ბავშვებში ეს ხდება მაშინ, როდესაც ბავშვებს აქვთ ვირუსი. და ესეთ დროს ყოველთვის ვეწინააღმდეგები მკურნალობის დანიშვნას, იმიტომ რომ სანამ ვირუსი არ მოურჩება ბავშვს, მანამდე მკურნალობას აზრი არ ექნება და ტყუილუყოლოდ ზედმეტად გვიწევს ჩარევა ამ მედიკამენტებით. მიხვდით? ამიტომ, როდესაც ბავშვს ვირუსი გაუვლის, ეს შეშუპებული და ანთებადი გრძილები თავისითვე ჩაცხრება. თუ არა, ამის შემდეგ უკვე მიმართოთ ექიმ სტომატოლოგს, რომელიც რაღაცა მსუბუქ მკურნალობას დაგვინიშნავს. ეკა ცუდ პროდუქტებზე ვისაუბრეთ და რომელი არის ის პროდუქტი, რომელიც კბილის ჯანმრთელობისთვის აუცილებელია და მნიშვნელოვანია, ხელს მაინც შეუწყობს, რომ ჯანმრთელი კბილები ექონდეს ბავშვს. ბავშვებმა უნდა მიიღოთ რძის პროდუქტები. განსაკუთრებით ყოველთვის ვიცახი ამას, რომ ხილში განსაკუთრებით ვაშლი. ყველაფერი რაც მწვანეა და რაც ფოთლოვანია, ბავშვს შეუძლია ჭამოს დიდი რაოდენობით, იმიტომ რომ შეიცავს მინერალებს და ეს კბილის ჯანმრთელობისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. დანარჩენი რაღაც ძირითადად მაინც კვების რაციონი, სწორი კვების რაციონი ბავშვებში მაინც სტანდარტულად რაღაცა ერთია და ვეცადოთ რომ მოვარიდოთ ესეთ მეტი ნახშირწყლებით და ის არაჯანსაღი ხემსები, რაც ბავშვებს უყვართ. ხშირად არის ხოლმე, რომ გენეტიკურად, თქვათ, მშობელს აქვს სუსტი ემალი, ან სუსტი ძვალი, ან რა ვიცი მე, ან ხშირად უბუჭდებათ კბილები. ამ შემთხვევაში მოქმედებს თუ არა ეს ბავშვზე, შეიძლება თუ არა ამისგან დავიცვათ ბავშვი, თუ თქვათ, დროული პრევენცია მაინც ყველაზე კარგი წამალია. იცით როგორი რაღაცა არის კარიესი გენეტიკურად არ გადადის, მხოლოდ ერთ შემთხვევაში. კარიესი არა. ანუ ემალის სტრუქტურა თქვა თვითონ. სტრუქტურა ერთადერთი რაც არის რომ გენეტიკური განწყობა შეიძლება ქონდეს, მაგალითად თანკბილას, კბილის დგომას და ფორმას შეიძლება ქონდეს გენეტიკური განწყობა. თუმცა კბილის კარიესულ თუ არაკარიესულ დაზიანებებს ამას ყველაზე ნაკლებად. თუ ბავშვს აქვს სწორი ჰიგიენა და მთელი თავის ცხოვრების მანძილზე დაბადებიდან სწორად იცავს პირის ჰიგიენას, დაზღვეული არის სამამალო გართულებებისგან. კვების თემა რო ასე ვთქვათ ჩავხუროთ, მოდი აი გაზიანი სასმელები ახსენე და ენერგეტიკული სასმელებიც. აი ამ შემთხვევაში რა უნდა იცოდეს მშობელმა? რა უნდა გაითვალისწინოს, რომ მავნებლობა მისი რატომ მუშაობს ესე ძალიან უარყოფითად? ის რომ ენერგეტიკული სასმელები იწვევს ონკოდაავადებებს და ასე შემდეგ, ამის გარდა და ამაზე ნუტრიციოლოგები ძალიან საუბრობენ ძალიან კარგად და საინტერესოდ. და ეხლა რომ ვისაუბროთ ასევე გაზიან სასმელებზე, რაც ბავშვებს უყვართ ძალიან. გაზიანი სასმელები კარიესულ დაზიანებებს ნაკლებად, არაკარიესულ დაზიანებებს უფრო აჩენენ. აჩენენ ეროზიებს კბილის ქსოვილზე და ხშირ შემთხვევაში მშობლებს ეს ერევათ ხოლმე და გონიათ კარიესული დაზიანება. მკურნალობის კუთხით მკურნალობა ერთნაირად ხდება, თუმცა რას აკეთებს იცით გაზიანი სასმელები, როგორ გითხართ, აი ძალიან მარტივად რომ ახსნათ, აი პირდაპირ ჭამს კბილის ქსოვილს, ანადგურებს კბილის ქსოვილს და აი ალბათ სასმელებში ყველაზე ცუდი გაზიანი სასმელებია და რაც ყველაზე კარგი იქნება თუ ამას ბავშვებს ავუგრძელოთ აუცილებლად, იმიტომ რომ 2-3 წლის ასაკში აი მე მყავს ირგვლივ ბავშვები, ვინც 2-3 წლის ასაკში ჭარბი რაოდენობით გაზიანი სასმელები, ვისაც უყვარს და სვავენ
ძალიან ცუდ მდგომარეობაში შეხვთ კბილები და ეს არის დაუშვებელი. რაღაცნაირად მშობლებმა უნდა მოვახერხოთ, რომ ეს აღგრძალოთ, არ დავანახოთ. ბავშვს მარტივად ავიწყდება. არ დავანახოთ უბრალოდ და რაღაცნაირად 1, 2, 3 რთული დღე გადავიაროთ და დავიცვათ მათი პერიოდის ჯანმრთელობა ეს არის და ალბათ სტომატოლოგიის შეშინების ნაცვლად ჯობია რომ ენერგეტიკულ და გაზიან სასმელებს შევაშინოთ. რა თქმა უნდა, კი, რა თქმა უნდა, ჯობია. მართალია თუ არა და რამდენად ეთანხმები ამას, რომ ერთნაირი კვებითი რაციონის მიუხედავად შეიძლება ოჯახში ერთ ბავშვს ვთქვათ, სხვა მდგომარეობა ქონდეს, ანუ კარიესი ქონდეს და მეორეს არა. ესე იგი ის ერთი ბავშვი სწორად იცავს პირისწყლის ჰიგიენას. ხო, ანუ ამ შემთხვევაში მხოლოდ ჰიგიენის რა თქმა უნდა, აუცილებლად. როგორ გავიგოთ სწორად ესდება თუ არა ბავშვს კბილები? თუ დავაკვირდებით, იცით რა, შეგვიძლია დავაკვირდეთ, მაგრამ 4-5 წლის ბავშვს დავაკვირდეთ ცილში. თუ ის პირღია სუნთქავს, აუცილებლად უნდა მივიყვანოთ კონსულტაციაზე 4-5 წლის ასაკში უკვე ორთოდონტთან. პირღია სუნთქვა აუცილებლად მოქმედებს კბილების და ყბების წყობაზე. როდესაც დააკვირდებით, რომ რაღაცა თქვენ შულს რაღაცა უფრო ჩაწიკწიკებული ქონდა კბილები და ნელა-ნელა რაღაცა ისე არ არის, როგორც ადრე იყოს. მარტივად მივიყვანეთ ორთოდონტთან, მე რა 4 წლისა ის და მე რა 5 წლისა ის. მივიყვანეთ ორთოდონტთან ჩეკაპზე ადრეულ ასაკში და თავიდან აირიდებს ძალიან ბევრ გართულებას. ეს არის და ეს. და როგორ უნდა მივხვდეთ, რომ საჭიროა ვთქვათ ორთოდონტის კონსულტაცია ან ბრეკეტები უკვე მივედით მაგ ეტაპამდე. იცით როგორ არის ბრეკეტები უკვე ბრეკეტ სისტემით მკურნალობა ბავშვს უკვე ჭირდება თუ არა, ამას ჩვენ ვერ მივხვდებით მშობლები. ამას აუცილებლად გადაწყვეტავს ორთოდონტი, იმიტომ რომ ორთოდმა შეიძლება მიიღოს გადაწყვეტილება, რომ ბრეკეტ სისტემით კონკრეტულად ამ პაციენტს უმკურნალოს პირობითად 12-13 წლის ასაკში, ან უფრო ზემოთ, ან უფრო ადრე. ამიტომ ყოველთვის მივიყვანოთ და თუ ჩვენ ვითვალისწინებთ იმას და ბავშვს უკვე ყავს თავის ექიმი სტომატოლოგი, უკვე მშობელსაც აღარ აქვს სანერვიულო, იმიტომ რომ თავის ექიმი სტომატოლოგი ის რაც მშობელს შეიძლება გამოეპაროს, მის პირად სტომატოლოგს ეს არ გამოეპარება უკვე და ნაადრევ ასაკში მოხდება უკვე ამ ყველაფრის შემჩნევა და მკურნალობის დაგეგმა და სამომავლოდ რაღაც გართულებებს უკვე ავირიდებთ თავიდან. კი ბატონო. ახდენს თუ არა საწოვარას ან თითის ხანგრძლივი წოვა თანკბილვაზე. საწოვარა და თითის ხანგრძლივი წოვა, თითის წოვა ხო მავნეთ ჩვევა, რაც აი დედის ძუძუთი კვების ბუნებრივი გაგრძელებაა, ხო? ბავშვი როდესაც თითს წოვს ან საწოვარას წოვს, ამ დროს რაღაცნაირად უფრო მშვიდდება, მისთვის უსაფრთხო, რაღაცნაირად უსაფრთხო და მშვიდ გარემოში გრძნობს თავს, ეხმარება სტრესის მოხსნაში. ეს ყველაფერი თუ 1 წლამდე ასაკში ხდება, ეს ყველაფერი ნორმალურია და ამაში საშიში და საგანგაშო არაფერია, მაგრამ 1 წლის ზემოთ უკვე ნელა-ნელა მშობელი უნდა იცოდეს, რომ ბავშვს საწოვარა გადააჩვიოს და ასევე გადააჩვიოს მავნე ჩვევებს, იმიტომ რომ ეს თანკბილვაზე მოქმედებს პირდაპირ და სამომავლოდ უკვე ბავშვი განწირული ყავს იმისთვის, რომ აუცილებლად უნდა გახდეს ორთოდონტული პაციენტი. და რაღაცნაირად აქაც თამაში და რაღაცნაირი ხერხით უნდა ვეცადოთ, რომ საწოვარას და თითის წოვას ბავშვი გადავაჩვიოთ. შეგვიძლია თუ არა ამ ხრივ რაღაცა ის პრევენციული ზომები მიიღოს მშობელმა, რომ თქვათ სწორი თანკბილვა ქონდეს საწოვარას გარდა. შესაძლებელია. იცით როგორ რაღაც წლამდე ასაკშიც შეიძლება რომ ბავშვი უკვე 1 წლის ასაკში მიჩვეულია ხო საწოვარას. წლამდე ასაკში ჩვენ შეგვიძლია რომ საწოვარა გამოვიყენოთ დღის განმავლობაში იშვიათად. მაგალითად ბავშვის დაძინების დროს, როდესაც ჩაიძინებს საწოვარით, ხო? დაძინების დროს უკვე გამოვართვათ, გამოვუღოთ საწოვარად, ეს უკვე პრევენცია იქნება იმისა, რომ ხო, რაღაც ხანგრძლივად არ დაუტოვოთ ეს ყველაფერი და ეს უკვე პრევენცია იქნება მისი სწორი და ლამაზი თანკბილის. ხო, ხიზლად უნდა იყოს მოკლედ მშობელი. მე რამდანუ ყველა სტუმართან ხვდები ხოლმე ერთი და იგივე რამეს, რომ პირველ რიგში მშობელმა საკუთარი თავი უნდა გაზარდოს. და აქედან იწყება ჯანმრთელი, ემოციურადაც, ფიზიკურადაც ჯანმრთელი შვილის აღზრდა. თვითონ თავად როგორც მშობელი უნდა გაიზარდო, უნდა შენ თუ არ ხარ მშვიდად და შენ თუ არ ხარ დალაგებული აი აქ, რაც ყველაზე მთავარია და მნიშვნელოვანია. ბავშვიც ვერ იქნება. კი ბატონო, მიუბრუნდეთ ისევ სტომატოლოგიას, მართალია თუ არა და რამდენად შეიძლება ვთქვათ ამ შემთხვევაში მშობელი ყურადღებით იყოს ისევ, რომ პირიც ვთქვათ ყბის ფორმას ცვლის, ან თანკბილვაზე აქვს ამას გავლენა. პირიღას ვთქვა ბავშვებში უკვე შეიმჩნევა სადღაც 4-5 წლის ასაკში და ეს პირდაპირ მოქმედებს ბავშვის თანკბილვაზე და ასევე ყბების პოზიციაზე და ყბის განსაკუთრებით ქვედა ყბის ფორმირებაზე. ამიტომ თუ ამ ასაკში ჩვენ უკვე ვამჩნევთ, რომ ბავშვი სუნთქავს პირღიას, მიგვყავს პირველ რიგში კონსულტაციაზე ექიმ ორთოდონტთან და ასევე კონსულტაციაზე პედიატრთან, რომ ამ ყველაფრის მიზეზი გავიგოთ და აღმოვფხვრათ.
რა ასაკში უნდა დაიწყოს ბავშვმა მყარი საკვების მიღება? ანუ აი დაბლენდერებული პროდუქტი ძალიან ხშირად, ну ხა ერთი არის როგორ თქვა ეს კუჭისთვის ზოგადად არ არის, მე ვფიქრობ ეს ჩემი სუბიექტური აზრია, რომ არ არის კარგი, მაგრამ აი სტომატოლოგის თვალსაზრისით რა ასაკში უნდა დაიწყოს ბავშვმა მყარი საკვების მიღება? დაახლოებით 4-6 თვიდან ბავშვი უნდა გადავიყვანოთ უკვე მყარკვებაზე. ბავშვმა უნდა დაიწყოს ღეჭვის და კბეჩის განვითარება. ეს პირდაპირ დაკავშირებულია ჯანმრთელი პირისხლოს განვითარებაზე. ბავშვი, რომელიც კარგად კბეჭს საკვებს და კარგად ღეჭავს, კარგად უნვითარდება ყბის ცულები და ეს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამ ყველაფერს ჯანმრთელი პირისხლოს განვითარებისთვის. დღეს ბევრი მშობელი უპირატესობას ანიჭებს ბიო და ნატურალურ პროდუქტებს. ლოგიკურია, მე ესე ვფიქრობ, ნებისმიერ შემთხვევაში ნატურალური და კარგი პროდუქტი ყველა შემთხვევაში სასარგებლოა და უკეთესი არის, მაგრამ სტომატოლოგის აზრი ამ შემთხვევაში. კი ბატონო, ნატურალური პროდუქტი, რა თქმა უნდა, ძალიან კარგია, მაგრამ არ ვიცი, მასწავლებლად ისოვება ნატურალური პროდუქტები, მეც ვიყიდი, იმიტომ რომ ამ რაღაცა მის ნიტრატების განსაზღვრავმა აპარატებმა ხო საერთოდ გადაგვიყვანეს ჭკუიდან. რა თქმა უნდა ვეცადოთ ბავშვი ყავდეს ნატურალურ და ისეთი ბუნებრივ და ჯანმრთელ პროდუქტზე. კვებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ზოგადად ორგანიზმის ჯანმრთელობასთან, ამიტომ ეს ძალიან კარგია. საწინააღმდეგო არაფერი არ მაქვს რაზე ალაპარაკი, ძალიან კარგია და მეც ვცდილობ. არ ვიცი რამდენად გამომდის, იმედია გამომდის, მაგრამ მეც ვცდილობ, რომ ჩემი შვილი, ჩემი პაციენტების შვილებიც რაღაცაით მითითებები მივცე, რომ რაღაცაით გავზადოთ ეს ბავშვები ნატურალურ პროდუქტებზე, ერთის ნაწარმი იქნება ეს თუ ხილი თუ ბოსტნეული რა მნიშვნელობა არ აქვს. ჩემი შვილი ხიდან როდესაც ხელში ავიყვან და ვაშს და იმას ჭამს, აი რაღაცნაირად მიხარია და წყნარად ვარ. მგონია რომ რაღაცა განსაკუთრებული მიირთვა იმ დროს და იმედი მაქვს რომ არ ვცდები და ესე. როგორი არის საქართველოში კბილის მოვლის კულტურა და ზოგადად აი მოვლასთან, ჰიგიენასთან რა დამოკიდებულება გვაქვს? როგორ გიხსნათ, პირისხლოს ჰიგიენის კუთხით არც ისე კარგი მდგომარეობა გვაქვს, თუმცა ახლო წარსულს თუ გადავხედავთ, იმასთან შედარებით ბევრად კარგი მდგომარეობაა. ახლო წარსულში მაგალითად კიდე ძალიან საინტერესო იმას ვაკვირდებოდი. ახლო წარსულში ბევრად ნაკლები მოთხოვნა იყო მაგალითად კბილების გათეთრებაზე. დღევანდელ დღეს უფრო მეტი მოთხოვნა. ესეც განსაზღვრავს იმას, რომ ნელა-ნელა ხალხმა დაიწყო ამ ყველაფერზე ყურადღების მიქცევა და ეს ძალიან მიხარია. თუმცა აქვე გეტყვით იმას, რომ რაც სოციალურ მედიაში აქტიურად ვაკეთებ ამ საგანმანათლებლო ვიდეოს პირისხლოს ჰიგიენასთან დაკავშირებით, აღმოჩნდა, რომ ძალიან ბევრ ადამიანს ეგონა რომ სწორად უვლიდა პირისხლოს და აღმოჩნდა, რომ თურმე არ უვლიდა სწორად და ძალიან აღმოჩნდა, რომ ასევე ძალიან ბევრ ადამიანს უნდოდა რომ სცოდნოდა ეს ყველაფერი და ამის ინფორმაციის წყარო არ იყო და ეს ძალიან მახარებს. დღევანდელ დღეს ძალიან ბევრი საინტერესო კითხვებია პირისხლოს ჰიგიენასთან დაკავშირებით და რაღაცნაირად აი ხალხმა ამ ყველაფერზე ყურადღების მიქცევა დაიწყო და ეს ყველაფერი ძალიან მიხარია, იმიტომ რომ სულ ამას ვიცახი, რომ თუ გვაქვს ჯანმრთელი პირისხლო და არ დავიღლები ამის გამეორებით, თუ გვაქვს ჯანმრთელი პირისხლო, გვაქვს ჯანმრთელი ორგანიზმი და ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ამიტომ ვეცადოთ რომ დავიცვათ პირისხლოს ჰიგიენას სწორად და შევინარჩუნოთ ჯანმრთელი პირისხლო. გარდა ვთქვათ პირისხლოს მოვლისა, რაც ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ ჩვენ სახლში ჩავატაროთ, კიდევ არსებობს უამრავი პროცედურა, რომელიც გვეხმარება რომ გქონდეს გარდა ჯანმრთელი კბილებისა, გქონდეს ვიზუალურადაც ძალიან ლამაზი კბილები და ღიმილი. მაგრამ რა არის ყველაზე აი პირადი გამოცდილებიდან ყველაზე გავრცელებული შეცდომები პირისხლოს მოვლისას? ყველაზე გავრცელებული შეცდომა პირისხლოს მოვლისას არის ეს, ყველაზე გავრცელებული არის ეს ხალხი რატომღაც ყველა ფიქრობს იმას, რომ რაც უფრო ძლიერს გავიხეხავთ კბილებს, მით უფრო ჯანმრთელი კბილები გვაქვს და ამით სინამდვილეში ძალიან ვაზიანებთ კბილებს. ასევე ფიქრობენ, რომ დღეში 3-ჯერ და 4-ჯერ თუ გაიწმინდავენ ჯაგრისით კბილებს, უფრო მეტად ჯანმრთელი კბილები ექნება. ამ შემთხვევაშიც უფრო მეტად ვაზიანებთ კბილის ქსოვილს, ვიდრე ის, რომ რაიმე სარგებლოს ვაინჯებთ. რუტინა პირისხლოს მოვლის არის ესეთი. თუ გვინდა რომ შევინარჩუნოთ ჯანმრთელი კბილებს, ჯაგრისით ვიწმინდავთ მხოლოდ დღეში 2-ჯერ, დილით და საღამოს. ვიყენებთ კბილთაშორისი ადგილების საწმენდ საშუალებებს, ეს კბილის ძაფი იქნება, კბილთაშორისი ჯაგრისი იქნება, თუ ირიგატორი იქნება, ვისაც რომელი მოეწონება აიჩიოს ის და გავიწმინდოთ ენა და რაც მთავარია 6 თვეში ერთხელ არ უნდა გამოტოვოთ ვიზიტი სტომატოლოგთან და პროფესიული წმენდის ჩატარება. თუ ამ ყველაფერს ვაკეთებთ, გვაქვს ჯანმრთელი პირისხლო. კი ბატონო. აი კბილების ამოსვლაზე იყო საუბარი, სადაც ვიჯექი და
ჩემს უკანა მაგიდაზე გოგონები საუბრობენ. რაღაცა რამდენჯერმე არ ვიცი ეს მე მომხვდა ესე თვალში თუ ესეც ხდება ხოლმე თითქოს გაუცნობიერებად მშობლები ერთმანეთს ვეჯიბრებით ხოლმე ვისმა შვილმა რამდენად სწრაფად აიდგა ფეხი თუ ვისმა შვილმა რამდენად სწრაფად დაიწყო საუბარი და ერთხელ სადღაც ვიყავი და ჩემს უკანა მაგიდაზე გოგონების საუბარს მოვკარი ყური რომ ერთი ეუბნებოდა მეორეს უიო შენი შვილი 10 თვის არისო და ჯერ კბილი კიდე არ ამოუვიდაო და ის დაიბნა ვიგრძენი მისი დაბრუნება რომ არაო რა იყო და ჩემ შულსო ზუსტად 6 თვის ასაკზე ამოუვიდაო და ისე მკაფიო და ხაზგასმით უთხრა ეს რომ ზუსტად 6 თვის ასაკზე ამოუვიდა რომ თუ არ იცი და არ ფლობ ინფორმაციას აუცილებლად დაგაბნევდა და ის დედაც დაიბნა რომ არ ვიციო კითხავო პედიატრსო და ამაზე მინდა იმის თქმა რომ არაფერია იმაზე ინდივიდუალური და განსხვავებული ვიდრე ბავშვი ყველა ბავშვი ვითარდება რაღაცა თავისი უნიკალური ტემპით თქვენი შვილი შეიძლება დაიბადოს კბილით შეიძლება კბილი ამოვიდეს 4 თვის ასაკზე 6 8 12 თუნდაც 13 თვის ასაკზე ეს არ განსაზღვრავს მისი ჯანმრთელობის და განვითარების ხარისხის დონეს და ამიტომ ამაზე ნერვიულობა არხის, როდესაც სხვა მხრივ ბავშვი კარგად ვითარდება. სტომატოლოგია საკმაოდ ძვირიანი სიამოვნებაა. ზოგადად ჯანმრთელობის, თქვათ, ექიმთან ვიზიტი უკვე ფინანსებს მოითხოვს და ხშირად მშობლებს არ აქვთ იმის საშუალება, რომ თქვათ, აი ესე 6 თვის ინტერვალით მიიყვანოს ბავშვი ექიმთან. მაგრამ არის თუ არა რაიმე ისეთი წყარო, რითაც შეიძლება აი ესეთმა მშობელმა ისარგებლოს და მოახერხოს თქვა თავისი შვილი უზრუნველყოს დროული ვიზიტით ექიმთან. კი ბატონო, ძალიან კარგი შეკითხვა. ნუ ჩვენს ეკონომიკურ მდგომარეობას თუ გადავხედავთ, ნამდვილად ამის გათვალისწინებით ექიმ სტომატოლოგთან ვიზიტი შეიძლება ჩაითვალოს, რომ ცოტა ისეთი ძვირი ფუფუნებაა. თუმცა ძალიან კარგია და მიხარია ის ფაქტი, რომ ძალიან ბევრი კარგი კლინიკა არის და ამ კარგ კლინიკებს აქვთ ძალიან კარგი რეზიდენტურები. რეზიდენტურა რა არის? ხო, როდესაც მეც გავიარე რეზიდენტურა, როდესაც დავამთავრეთ სამედიცინო უნივერსიტეტს, სანამ ჩვენ ექიმად მუშაობის უფლებას და დიპლომს ავიღებთ, მანამდე ვაბარებთ რეზიდენტურაში და ვსწავლობთ რეზიდენტურაში. მთელი ჩვენი რეზიდენტურის სწავლის პროცესი მოიცავს პრაქტიკას. უმეტეს შემთხვევაში ძალიან ბევრ რეზიდენტურაში მკურნალობა არის უფასო, ან რაღაც მინიმალური გადასახადია. ამიტომ მოიძიეთ ესეთი რეზიდენტურები, Google-ში რომ ჩაწეროთ ბევრი კლინიკა, ვისაც აქვს რეზიდენტურა, შეგიძლიათ მოიძიოთ და შვიდად და წყარად შეგიძლიათ მიხვიდეთ თქვენ და იმკურნალოთ თქვენს და ანდოთ თქვენი შვილებიც, იმიტომ რომ მესმის, რომ შეიძლება აქ ვიღაცა დაიძაბოს და თქვას, რომ რეზიდენტ მაგათ ხო გამოცდილება არ აქვთ. საკმარისი გამოცდილება აქვთ რეზიდენტებსაც, მაგრამ ისინი ყოველთვის მუშაობენ გამოცდილი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ. თუ რამე რთული кейსია, ყოველთვის ერთვება ექიმი, ამიტომ შეგიძლიათ შვიდად და წყნარად მიხვიდეთ რეზიდენტურაში და იმკურნალოთ რეზიდენტურაში. შეიძლება ვთქვათ ამისი აუცილებლობა იყოს და ვთქვათ მოზარდს ჭირდებოდეს ვინირების გაკეთება, მაგრამ რამდენად სწორი არის ვთქვათ აი ესეთ ასაკში ესეთი საკმაოდ სერიოზული პროცედურის ჩატარება. იცით რა არის? არსებობს უკვე თერაპიული ვინირები და ორთოპედიული ვინირები, ხო და ეს ორი ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან. თერაპიული ვინირის დროს იცვლება კბილის ფორმა, ზომა, დგომა და ფერი და ეს ყველაფერი ხდება ბჟენების საშუალებით. ორთოპედიული ვინირის დროს უკვე ხდება უშუალოდ კბილის ქსოვილი იქლიბება საგრძნობლად და ესე ხდება ორთოპედიული ვინირების მორგება. გაჩვენეთ თუ ამის ჩვენება არის ბავშვის პირის რუმითვეტეს ეს წინაკბილები თუ გამოიყურება ისე რომ მას უკვე ეს უჩენს კომპლექსებს თინეიჯერობის ასაკში და არ უნდა გაღიმება, რა თქმა უნდა შეგვიძლია ჩავერიოთ და ესეთ დროს გავაკეთოთ, მაგრამ როდესაც ბავშვს ისედაც კარგი კბილები აქვს და ლამაზი ღიმილი აქვს, მაგრამ უბრალოდ ეს მისი ასაკის ახირება არის, ესეთ შემთხვევაში რა თქმა უნდა ექიმა ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისათვის, რომ მას დაანახოს იმ კუთხით თავისი თავი და თავისი კბილები და მოაწონოს თავისი თავი და თავისი კბილები, რომ მან ეს ყველაფერი გადაიფიქროს. იმიტომ რომ გავადრო და მე აუცილებლად ინანებს, იმიტომ რომ საკუთარ კბილის ქსოვილზე კარგი და ძვირფასი არაფერია. ეკა მოზრდილ ასაკში ხარ მე იმ თაობას მივეკუთვნები, საკმაოდ უკულტურო პაციენტების თაობას მივეკუთვნები, იმიტომ რომ ეს თქვენი ბრალი არ არის. ხო, სტომატოლოგების ბრალი იყო, იმიტომ რომ მე მაშინ მახსოვს ეს დარიშხანით კბილი თუ ვინმეს მოუკლავს, მიხვდება რამდენად მძიმე რამ 3 ღამე შეიძლება და ესეთი ნერვის სიკვდილის მოწმე ყოფილიყავი გაუსაზრისი ტკივილით. კი ბატონო, მაგრამ რო გავიზარდეთ და მივხვდით რომ თურმე კბილი ძალიან მნიშვნელოვანი და აუცილებელი, ასე ვთქვათ,
პირობა იმისთვის, რომ იყო ჯანმრთელი და ლამაზი და კომფორტულად იგრძნო თავი, თუნდაც რომ თქვა საკვები მიიღო, მაშინ მივხვდით, რომ თურმე საჭირო არის და ეს სტომატოლოგებისგან გავიგეთ, რა თქმა უნდა, საჭირო არის კბილის პერიოდული წმენდა ნადებისგან. რა ასაკში უნდა დაიწყოს ბავშვმა, იმისთვის თქოს მე პარადონტოზის პრევენცია მოხდეს, რა ასაკში უნდა დაიწყოს მშობელმა ბავშვის კბილების წმენდა. მაგალითად თუ ბავშვი არის სკოლის ასაკის, პირობითად ავიღოთ 7-8-9 წლის ასაკის თუ არის ბავშვი, ხშირ შემთხვევაში შეიძლება თქვენს შემჩნეული გაქვთ, რომ ბავშვებს ხშირად უჩნდებათ პრისლის ნადები, შავი წერტილოვანი ლაქები უჩნდებათ კბილებზე. არაფერს ზიანს არ აყენებს ბავშვის პირისყრის ჯანმრთელობას, პრისლის ნადები და ასევე დიდად რო გითხრათ სიხმისელად ეტიოლოგია ამისი არც არის ცნობილი. თუმცა ესეთ დროს უკვე შეგვიძლია რომ ბავშვის პირისყრის ჰიგიენა ჩაუტაროთ, პროფესიული პირისყრის წმენდა სტომატოლოგთან ჩაუტაროთ. თუ ბავშვს ესეთი მკვეთრი ნადები და პიგმენტური ნადები ბავშვს არ აქვს, მაინც დაგვყავს 6 თვეში ერთხელ სტომატოლოგთან შემოწმებაზე, მაინც უწმინდათ თუ არა იმ აპარატით რაც ხუია ულტრაბგერა და airflow, უბრალოდ ჯაგრისით ხდება ეს ყველაფერი ბავშვთა ასაკში. ასაკთან ერთად ნელა-ნელა ბავშვი გახდა 10, 11, 12 წლის უკვე რუტინულად 6 თვეში ერთხელ დაყავს ექიმ სტომატოლოგთან და ვუტარებთ პირისყრის პროფესიულ წმენდას ულტრაბგერის და airflow-ს აპარატით. აი თანამედროვე ტექნოლოგიები რამდენად მნიშვნელოვანი არის და რამდენად ეხმარება ვთქვათ სტომატოლოგს ბავშვთა სტომატოლოგიაში, მოზარდებს არ გულისხმობ. კი ბატონო, ბავშვთა სტომატოლოგიაში გამოყენებადია ეს გარდა იმისა, რომ როგორც პაციენტს ეხმარება, ასევე ეხმარება როგორც ექიმს, რადგან ეხლა საუბრობდით პირისყრის პროფესიულ წმენდაზე, მაგალითად ულტრაბგერის აპარატით ჩვენ ვაშორებთ ბავშვებსაც და მოზრდილებსაც ქვებს, ხო? და უფრო ადრე ეს ხო თანამედროვეა, უფრო ადრე პირდაპირ მნიშვნელობით სპეციალური ხელის ინსტრუმენტით, აი ამოტეხვა ხდებოდა ამ ქვების და ეს ძალიან მტკივნეული იყო პაციენტისთვისაც, დიდ ძალისხმევას მოითხოვდა ექიმის მხრიდანაც და ასე შემდეგ. მედიცინა ძალიან სწრაფად განვითარდა ბოლო წლებში და სტომატოლოგია კიდევ უფრო სწრაფად. წლიდან წლამდე რაღაცა იხვეწება, წლიდან წლამდე რაღაცა ახალი გამოდის და რაღაც იმაზე უკეთესი ვიდრე წინა წელს იყო და ეს ყველაფერი პირველ რიგში ეხმარება პაციენტს, რომ თავი იგრძნოს მშვიდად, უსაფრთხოდ და კომფორტულად და უმტკივნეულად მოხდეს მისი მკურნალობა და რა თქმა უნდა ეს ყველაფერიც ეხმარება ექიმს, როდესაც პაციენტი მშვიდად გიზის სავარძელში, უკვე შენც მშვიდად მუშაობ. გონია თუ არა რაიმე საინტერესო ან უცნაური შემთხვევა სტომატოლოგიურ პრაქტიკაში? უცნაური შემთხვევა, ეხლა ვფიქრობ და ეხლა კურიოზი არ მინდა დავარქვა, მაგრამ ისეთი სასაცილო ცოტა ან მშობლისგან ან ბავშვისგან. ერთხელ იყო რომ მშობელმა ბავშვს ჩემს სავარძელში ხელი დაარტყა, პირი გაუღეო და ამას კურიოზს ვერ დავარქვევთ, იმიტომ რომ აი ამოვხტი ხალათიდან ისე ცუდად გავხტი. ამ ბავშვს ეშინა და უკვე იყო ნამყოფი სხვა ექიმთან იქ არ გაუღო პირი ეჭიდავეს და არ გაუღო პირი და მოვიდა ჩემთან და კიდე იცით როგორი რაღაცა არის, რომ ექიმსაც უნდა შეგეძლოს ამ გარემოში მუშაობა. ეხლა რაც არ უნდა მეჭიდავო ბავშვის თვალზე ცრემლს რო დავინახავ უკვე იქ ვეღარ ვიმუშავ. უნდა შეგეძლოს ექიმსაც ამ გარემოში მუშაობა, რომ აღარაფერი ვთქვათ ბავშვების გაკავებაზე, ხო? და ეს ბავშვი მოვიდა უკვე შეშინებული შემოდის კაბინეტში და მე ხანდახან შემთხვევები მაქვს ბავშვს თავი დავანებოთ მოზრდილ ადამიანს ისე ეშინა ხოლმე რომ ერთი კვირა თერაპიის კურსს გავდივართ ტელეფონით რომ კაბინეტამდე მოვიყვანო ამ დონეზე ვცდილობ რომ გავუფრთხილდე პაციენტს. ეს ბავშვი უკვე შეშინებული შემოდის 7 წლის იყო როგორც მახსოვს ბიჭი ძალიან შეშინებული შემოვიდა. დავაწუნე სავარძელში ვეფერები, ვამშვიდებ, აი თან ხან მიღებს პირს, ხან ხურავს, მკურნალობის პროცესი ხან გზრივდა, მაგრამ მაინც მოვახერხეთ რომ ბავშვმა პირი გააღო, მაგრამ დედას აღარ იყო აქ უცებ ნერვები და დაარტყა ბავშვს სავარძელში, პირი დროზე გაუღეო და ძალიან ცუდად გავხდი, ცოტა მკაცრად მომივიდა იმ მშობელთან და გავაფრთხილე რომ ჩემს კაბინეტში მსგავსი რაღაცა არც სახში არ ქნათ და ჩემს კაბინეტში მსგავსი რაღაცა დაუშვებელია და ესეთი რაღაც აღარ გაიმეოროთ თქო, თხოვე, რაღაცნაირად მე შეწუხდა ეს დედაც რაღაცა ნერვებმა უმტყუნა იმ მომენტში ალბათ თუ რა იყო, არ ვიცი. ეს ბავშვი მე უკვე ისე შეშინდა რომ ვეღარც გამიღო პირი, მეც აღარ გავაწვალე ეს ბავშვი გავანებე თავი და რაღაცა ერთი კვირის მერე უკვე დამშვიდებული იყო დედაც ბავშვიც, მერე მოვიდნენ და რაღაცა მშვიდად ჩატარდა ამ ბავშვის მკურნალობა საბოლოოდ ხა. ამას კურიოზ ნამდვილად ვერ დავარქვათ, მაგრამ ესეთი უცნაური რაღაცაებიც ხდება ხოლმე ჩვენთან კაბინეტში. და მოდი აი ხა მიცი რა არის დრაზე დავფიქრდი, ძალიან ხშირად არის ხოლმე ზოგადად ჯანმრთელობის თვალსაზრისით
ნებისმიერი მიმართულებით შეიძლება ესეთი მითები შეიქმნას, არსებობს თუ არა ესეთი მითები სტომატოლოგიაში. აი ვთქვათ რაღაც განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი ეს უნდა გაითვალისწინოს მშობელმა ან ბავშვმა ან ვთქვათ ეს იგივე კვებასთან ან მოვლასთან არსებობს თუ არა სტომატოლოგიაში ესეთი მითები. ესეთი მითები ძალიან ბევრია. ბავშვთა ასაკში ასაკს თუ შევეხებით, ერთ-ერთი ესეთი გავრცელებული მითი არის, რომ ბავშვს არ ჭირდება კბილის ჯაგრისი და კბილის პასტა სკოლამდელ ასაკამდე. ეს ერთ-ერთი ესეთი გავრცელებული მითი არის და ძალიან ბევრს ჯერა ამისი. ასევე ჯერათ იმის, რომ პირისგოს პროფესიული ჰიგიენა რაც ტარდება 6 თვეში ერთხელ აზიანებს კბილებს და არ შეიძლება და ზიანს აყენებს პირისგოს ჯანმრთელობას და არ შეიძლება რომ ჩავიტაროთ პროფესიული წმენდა. ესეთი მითიც არის და არის რაღაც მსგავსი ბევრი მითები, ხა ეს ორი გამახსენდა უცბად. ასევე ერთ-ერთი გავრცელებული მითია, რომ თუ პაციენტს აქვს თეთრი კბილები, აქვს აუცილებლად ჯანმრთელი კბილები და კბილის ფერი საერთოდ არ განსაზღვრავს კბილის ჯანმრთელობას. პაციენტს შეიძლება ქონდეს მკვეთრად მუქი ფერის ყვითელი კბილები და ქონდეს აბსოლუტურად ჯანმრთელი და ჯანსაღი კბილები და ძალიან ბევრ პაციენტს შეიძლება ქონდეს ქათქათა თეთრი კბილები და ძალიან არაჯანსაღი კბილები. ანუ კბილის ქსოვილის ფერი არ განსაზღვრავს კბილის ჯანმრთელობას. თუმცა ესთეტიურობის თვალსაზრისით ძალიან ცუდია, როდესაც მუქი ფერის ემალი განყვითელი. ამ შემთხვევაში შეიძლება თუ არა იგივე ბავშვიდან გამომდინარე, რომ ვთქვათ, იგივე კომპლექსები რო არ გაჩნდეს, შეიძლება თუ არა ვთქვათ, რამენაირად ზემოქმედება მოხდეს. 12 წლამდე ეს ყველაფერი არ შეიძლება. 12 წლიდან დაშვებულია, თუმცა ჩვენ მაინც ვცდილობთ, რომ დაველოდოთ მაინც 16-18 წელს, რომ ბავშვის ორგანიზმი, კბილის ქსოვილი, ძვალვანი სტრუქტურა კარგად ჩამოყალიბდეს და ამის შემდეგ, თორე მქონია შემთხვევები, როდესაც პაციენტი ყოფილა 14 წლის, 15 წლის და მას იმდენად იმხელა კომპლექსებს უჩენდა სკოლაში ეს მისი კბილის ფერი მუქი ყვითელი ქონდა, სხვა კლასელმაც უთხრა, რომ რატო გქ ესეთი მუქი ფერის ყვითელი, როდესაც აი ესეთ სტრესშია ბავშვი, რა თქმა უნდა, ეს სტრესი უარესი არის, ამ სტრესს არ ვაყენებთ ჩვენ ბავშვს და მშობლის თანხმობით მათ ვუტარებთ კბილების ქიმიურ გათეთრებას და მე ბავშვები ძალიან ბედნიერები. რამდენად მნიშვნელოვანი არის კბილის ნერვის შენარჩუნება? ანუ რამდენად მნიშვნელოვანი არის, რომ კბილი შევინარჩუნოთ ცოცხალი. ბავშვთა ასაკში, მაგალითად ბავშვთა ასაკს რო შევეხოთ, თუ ჩვენ სწორად ვიცავთ ბავშვის პირისგოს ჰიგიენას და 6 თვეში ერთხელ დავყავს სტომატოლოგთან და მაინც გაუჩნდა ბავშვს კარიესული დაზიანება, თუ 6 თვეში ერთხელ ამ ვიზიტს სტომატოლოგთან არ ვტოვებთ, განსაკუთრებულად კარგი არის იმისთვის, რომ ის პატარა წერტილი კარიესი, რომელიც მინანქარზე გაჩნდა და ჯერ ღრმად ქსოვილებში წასული არ არის. მივიყვანოთ იქამდე, რომ მივიყვანოთ იქამდე, რომ ღრმად ქსოვილებში წავიდეს და მერე ნერვამდე მივიდეს, მიხვდით, იმიტომ რომ მალევე მოხდება ამის მყუნალობა და კბილს შევინარჩუნებთ ცოცხალად. როდესაც კბილი არის შენარჩუნებული ცოცხალი, ეს უკვე კბილის ჯანმრთელობისთვის და პირისგოს ჯანმრთელობისთვის ბავშვისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. თუ დაზიანება არის უფრო ღრმა და მივიდა ნერვთან, პირველი მთავარი პრობლემა რაც არის ბავშვისთვის განსაკუთრებით, ეს არის სტრესი, იმიტომ რომ ამას ძალიან დიდი ტკივილი ახლავს თან. და გარდა იმისა, რომ ბავშვთა ასაკში გვიწევს ნერვის მოკლა, როგორ გითხრათ, მკვდარი კბილი მეტად მყიფეა, უფრო მეტად მალე შეიძლება მოტყდეს ვიდრე ცოცხალი კბილი და ასე შემდეგ. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კბილი როგორც ბავშვთა ასაკში, ასევე მოზრდილთა ასაკში შევინარჩუნოთ ცოცხალი და ამის პრევენციაში გვეხმარება გარდა იმისა, რომ სწორი ჰიგიენა, ვიზიტი სტომატოლოგთან. თუ თქვენ 6 თვეში ერთხელ, წელიწადში ერთხელ მაინც ამ ვიზიტს არ ვტოვებთ, ვერ ასწრებს კარიესული დაზიანება ნერვამდე მისვლას და კბილს ვინარჩუნებთ ცოცხალს. და აი აქვე ერთი ესეთი ჩემთვის მკინეული თემა, იმიტომ რომ სწორედ ამითი დავიზიანე ბავშვობაში კბილები, ბავშვები ხშირად ეხავენ კბილით, თქვათ, თხილს. ან თქვათ რაღაც მაგარი, აი შეიძლება თქვათ ძვალიად რაღაც. რას იწვევს აი ესეთი ზემოქმედება, ესეთი მძიმე ზემოქმედება კბილზე? კი ბატონო, ბავშვებს უყვართ თხილის, კბილის დამტვრევა, ასევე სკოლაში მავნე-ჩვევები აქვთ, პასტის თავსახურს ღეჭავენ. ეს ძალიან დიდი ზეწოლა არის კბილის ქსოვილზე. შეიძლება იმ მომენტში კბილი არ ჩამოხტეს, მაგრამ რაღაცა მიკრობზარები აუცილებლად გაჩნდება და რამდენიმე წელში კბილი აუცილებლად დაზიანდება და ის კბილი მოტყდება. აუცილებლად დასუსტდება მისი ქსოვილი. ამიტომ ეს მავნე-ჩვევები რაც არის, მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ თავი ავარდოთ. მით უმეტეს სკოლის ასაკის ბავშვი უკვე ნელა-ნელა იაზრებს ამ ყველაფერს და შეგვიძლია მივეხმაროთ, ავუხსნათ სწორად, დავანახოთ საფრთხეები. ძალიან ბევრი საინტერესო ვიდეო რგოლები არის YouTube-ზე ამ ყველაფერთან დაკავშირებით. დავანახოთ ეს ყველაფერი და ნელა-ნელა ბავშვი გადაეჩვევა მავნე-ჩვევებს. კვებასთან მოდი კიდე ერთი კითხვაც მინდა ამ მიმართულებით რომ დაგისვა და ალბათ ამით დავასრულებთ კიდევაც. მზესუმზირა.
ძალიან მავნებელი არის, ნუ ყოველ შემთხვევაში ჩემ ხელთ არსებული ინფორმაციით, თქვენ იგივე ღრძილები, იმიტომ რომ თქვენ მიკრო პატარა ნაწილაკები, რომელიც შეიძლება თქვენ კბილსა და ღრძილს შორის მოყვეს. თქვენ წინაკბილებით აი ეს გარჩევის ქართული კულტურა. ხო, აი ამ შემთხვევაში მოდი აი ეს ყველა საშიშროება, რაც შეიძლება ვთქვათ მზესუმზირის ჭამამ გამოიწვიოს. მზესუმზირი ბავშვებს შეათ უყვართ მზესუმზირის არ გარჩევა და პირდაპირ ხეჭვა და ნუ ეს მამას ვერ ავცდებით რომ ღრძილში აუცილებლად გაეჭედება სადმე ეს წარმოქმნის აუცილებლად ტკივილს და მოგვიწევს ბავშვი მივიყვანოთ ექიმთან რომ ეს ყველაფერი რაც არის მოვაშოროთ ამ ყველაფერს და გავწმინდოთ კარგად და ის ჩვევა ვისაც ძალიან უყვარს მზესუმზირა და ვის განსაკუთრებით ხელით კი არა წინაკბილებით აჩვენს მზესუმზირას არ არსებობს, მას მუდმივად ეცვითება, მინაგრის ქსოვილი მუდმივად ეცვითება და რაღაცნაირად ესეთი ლამაზი ჩაღრმავება უჩნდებათ წინაკბილებზე, რაც გამოწვეული არის მზესუმზირის გარჩევის გამო. იგივე პრობლემა აქვს სხვათა შორის მკერავებს, იმიტომ რომ ისინი მთელი ცხოვრება მიჩვეულები არიან, რომ ეს ძაფი გაწყვიტონ წინაკბილებით და ზუსტად ეს იწვევს აი ამ რაღაცა პატარა ჩამომტყევებს და ამ დაზიანებებს წინაკბილებზე კი. ძალიან დიდი მადლობა ეკა ჩვენთან სტუმრობისთვის. მე მგონია რომ ყველა თემას შევეხეთ და ყველაზე მნიშვნელოვანი და საინტერესო თემებზე ვისაუბრეთ და დარწმუნებული ვარ მშობლები თუ ყურადღებით მოისმენენ დაცულებიც იქნებიან ბევრი პრობლემისაგან და დღევანდელ პოდკასტს დავასრულებ ესეთი ცოტა ირონიული ფრაზით დრო და სიყვარული ყველაფრის მკურნალია კბილის ტკივილის გარდა. ამიტომ ვფიქრობ რომ პრევენცია არის ყველაზე საუკეთესო ვერსია ამ შემთხვევაში რომ ჯანმრთელი არა მარტო პირის ღრუ კბილები, მთელი ორგანიზმიც ჯანმრთელი გქონდეს, იმიტომ რომ სწორედ კბილები არის მთავარი, ასე ვთქვათ, გადამამუშავებელი ქარხანა, რომ ხო, ეს არის მთავარი, ყველაზე მნიშვნელოვანი. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა. დიდი მადლობა თქვენ, მადლობა მოწვევისთვის, ძალიან საინტერესო შეკითხვები გქონდათ და არ შემიძლია ბოლო რამდენიმე წელია ძირითადად უყურებ სულ პოდკასტებს, რაღაცნაირად ტელევიზიას მოვწყდი ბევრი წელია და ძალიან მომწონს, იმიტომ რომ ვფიქრობ, რომ პოდკასტი ბევრად საინტერესოა. ბევრად რაღაცნაირად დახვეწილი და გემოვნებიანია და ზოგადად პოდკასტების წამყვანებს როგორც კულტურა როგორც წამყვანის გაქვთ და ეს ძალიან მიხარია. ამიტომ ტელევიზიიდან განსხვავებით ძალიან მომწონს პოდკასტები და მადლობა მოწვევისთვის. ძალიან დიდი მადლობა. ძალიან საინტერესო. დღეს ჩვენი სტუმარი იყო ექიმი სტომატოლოგი ეკატერინე მდივანი. დიდი მადლობა და ნახვამდის.